შემდეგ დაიწყო მცირე სატრანსფერო საგა, სადაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჟორჟი მონეგასკურ კლუბს შეუერთდებოდა, თუმცა ჟორჟს ჯერ კიდევ ჰქონდა ბოლო სიტყვა სათქმელი ლიონში. ამიტომ 24 წლის 18 ივლისს 18 მილიონი ნახევარი ევროს სანაცვლოდ იგი ლიონს დაუბრუნდა 9 წლიანი მოგზაურობის შემდეგ. და ჩემი აზრით ჟორჟი ლიონში ძალიანაც კარგი იყო. მან 59 შეხვედრაში, რაც 2369 წუთში კონვერტირდა, შეძლო 18 გოლის გატანა და 11 ასისტის შესრულება. ანუ მას საშუალოდ ჭირდებოდა 91 წუთი სასარგებლო მოქმედებისთვის. რაც შეეხება კონტრაქტს, იგი უკვე საკმაოდ სოლიდურ 34,000 ევროს იღებდა კვირაში, რაც 1,800,000 ევროა წელიწადში. მოკლედ ყველაფერი იდეალურად იყო, რომ არა ლიონის ფინანსური პრობლემები. კლუბს სასწრაფოდ მოუწია ძვირადღირებული აქტივების გაყიდვა, რათა გადარჩენილიყო და ამ დროს ჟორჟმა საყვარელი კლუბი არ დააღალატა და 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2025 წლის 1 სექტემბერს ვილიარეალში გადავიდა სათამაშოდ. ეს ტრანსფერი ყველასათვის მოულოდნელი იყო. რაც შეეხება მის კონტრაქტს, მის ინტერესებს Vivi Consulting-ის სააგენტო იცავს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2031 წლამდე მოქმედებს. ხელფასის სახით ჟორჟი კვირაში 53,000 ევრომდე იღებს, რაც ყოველწლიურ 2,750,000 ევროს უდრის ყველა ბონუსის გათვალისწინებით. ელიტარული ფორვარდი ელიტარული კონტრაქტით.